თვლებითა და მარგალიტებით გაწყობილი საქორწინო კაბები კომპანია Marigold-მა ახალი კატალოგისთვის მზადება დაიწყო. ფოტოსესიაზე ლალი ტოტიკაშვილი მუშაობს. ინტერიერიდან გადაღებები ღიაცის ქვეშ გადაინაცვლებს. შემდეგ ეტაპზე მოდელებს თბილისის ხედების ფონზე მოუწევს პოზირება. მაიკო ჭაფოძის რეპორტაჟი გადასაღები მოედნიდან. ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო, ვითომ ქორწილი მაქვს. 7 წლის შემდეგ საქორწინო კაბა ისევ ჩაიცვა. ლალი ტოტიკაშვილი პატარძალივით არა ქორწილისთვის, არამედ ფოტოსესიისთვის გამოაწყვეს. კომპანია Marigold-მა ახალი კატალოგისთვის გადაღებები დაიწყო. გადასაღები მოედანი კლუბ-რესტორან Velvet Long-ში გაიშალა. ცნობილ მოდელთან ერთად ახალი კატალოგისთვის სააგენტო შარმის სახე ნინო ესიავაც გადაიღეს. საქორწინო კაბებში გამოწყობილი მოდელები ფოტოსტუდია დანიელმა გადაიღო. ძალიან მომწონს კომპანია Marigold-ის კაბები და ეხლა ვიძახდი კიდევა ცოტა ხნის უკან, რომ ძალიან კარგი იქნებოდა რომ გამეკეთებინა იუბილე ჩემი ქორწილის და დიდი სიამოვნებით ჩავიცნობდი ეს ლამაზ კაბას. ძალიან საინტერესო პროექტია ჩემთვის. ჩვენ პრინციპში თანამშრომლობთ კომპანია Marigold-თან და ეს პროექტიც ესეთი ძალიან საინტერესო გამოვიდა ნამდვილად. აქამდე საქორწილო კაბა ნამდვილად არ მცმია. ეს ჩემთვის პირველი ფოტოსესიაა და ძალიან მიხარია რომ Marigold-ის კაბები ჩამაცვეს და ძალიან მოხარული ვარ. საქორწინო კაბებისთვის მხოლოდ ძვირფასი მასალა გამოიყენეს. ფრანგული გოფრირებული ტიულის ქვედაბოლოს შეუსაბამეს გიპიურის კორსეტი, რომელიც ხელით ნაქსოვი მაქმანებით, სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებითაა გაფორმებული. საპატარძლო და საღამოს კაბების გარდა Marigold-ის 2012 წლის კატალოგში პრეტაპორტეც იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ამ მეორე კატალოგს, აქაც ძალიან მრავლად იქნება ხელით შესრულებული ნამუშევრები, ატკუჭურს რასაც ეძახიან და ასევე იქნება ახალი სიტყვა, რომ მასში იქნება ბავშვების კოლექციაც და იქნება ასევე შესული პრედაპორტეს ვარიანტებიც. მეორე კატალოგისთვის გადაღებები გრძელდება. სტუდიური ფოტოსესიის გარდა გადასაღები მოედნები ექსტერიერშიც გაიშლება. Marigold-ის სამოს მოდელები თბილისის ხედების ფონზე წარმოადგენენ. ახალი კატალოგის პრეზენტაცია გაზაფხულზე იგეგმება.